აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად განაცხადა, რომ არ აპირებს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას, რომელიც უკვე რამდენიმე საათში იწურება. ამიტომაც აშშ-ში მზად არის მასიურად შეუტიოს ირანს უკვე ამაღა. თუმცა მოგვიანებით იმავე დონალდ ტრამპმა თითქოს შემთხვევით განაცხადა, რომ მან უკვე გაახანგრძლივა ცეცხლის შეწყვეტა და თითქოს ეს სწორედ ეხლა მოხდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დივენსი უნდა გაფრენილიყო ისლამაბადში ირანელებთან მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ირანელებს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ. თავად დონალდ ტრამპი სულ უფრო დაბნეულად გამოიყურება, რადგან კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე ორშაბათისთვის უნდა იყოს მიღწეული. ორშაბათს დილით მანვე განაცხადა, რომ არა, მოიცადეთ. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ახლა ისლამაბადში მიემართება მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკვე სამშაბათს. სამშაბათი მთავრდება და ვენსი არსად გაფრენილ. და ამ დროს ტრამპი თითქოს შემთხვევით ამატებს, რომ მშვიდობის შეთანხმების დადების საბოლოო ვადა ახლა უკვე 4 შაბათის საღამოა, ანუ 22 აპრილი. საერთოდაც პაკისტანელი შუამავლები უკვე აღარ ჯერათ, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და უბრალოდ თხოვენ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ გაახანგრძლიოს თავისი მორიგი სუპერმკაცრი ულტიმატუმი და საბოლოო ვადა. მოკლედ, ამ ყველაფერ არეულობაში რა ხდება საერთოდ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? მოდით ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩერ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. პული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მაშასე, დასავლელი ანალიტიკოსები უკვე იცინიან, რომ დონალდ ტრამპმა შემოიტანა ახალი ტერმინი მშვიდობის ნისლი, ანუ ომის ნისლის ანალოგიით. ანუ არსებობს ომის ნისლი, როცა ყველაფერი დაფარულია, გაუგებარია, ხოლო ტრამპმა შემოიტანა ახალი განსაზღვრება მშვიდობის ნისლი. რატო? იმიტომ, რომ ტრამპის განცხადებები ირანთან მოლაპარაკებებზე უკვე ჭკუიდან შლის ყველას. ტრამპმა განაცხადა, რომ არ აქვს განსაკუთრებული სურვილი გააგრძელოს ზავი ირანთან ახალი ვადის შემდეგ, რომელიც უნდა ამოწურულიყო დღეს საღამოს, მაგრამ უკვე იწურება ხვალ 22 აპრილის საღამოს. კიევის დროით ეს იქნება ღამის 3 საათი. და შემდეგ ტრამპის ციტატა: მე არ მინდა ამის გაკეთება. არ არის ბევრი დრო, რადგან სანამ ორივე მხარე მიაღწევს ამას, როგორც იცით, მათ უკვე მისცეს მწვანე შუქი, რომ წინ წასულიყვნენ. თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ ამას გააკეთებდნენ. ვფიქრობ, მათ არ ქონდათ არჩევანი. მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. უბრალოდ სიტყვათა აბდა-უბდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ განაახლებს დარტყმებს ირანზე, თუ უახლოეს მომავალში თეირანთან შეთანხმება არ გაფორმდება. ციტატა: ველოდები, რომ დავიწყებთ დაბომბვას, რადგან ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა, რომ მიუდგეთ. ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის. გულისხმობ, რომ სამხედროები უკვე მზად არიან ბრძოლისთვის. ორივე მხარემ გამოიყენა ზავი მარაგების შესავსებად. ირანს აქვს მნიშვნელოვანი мотиваცია, რომ შეთანხმდეს აშშ-სთან. ირანის ხალხი საოცარია, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა სისხლისმელია. თუ ირანი დადებს შეთანხმებას, ის შეძლებს კვლავ გახდეს ძლიერი სახელმწიფო, კვლავ შესანიშნავი ქვეყანა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ტრამპმა უკვე გაახანგრძლივა თავისი ულტიმატუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ეს ძალიან მოხერხებულად გააკეთა. და თავდაპირველად კვირას ტრამპმა ყველა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე ორშაბათისთვის უნდა მიღწეულიყო. ორშაბათის დილით მანვე განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დივენსი სამშაბათს ისლამაბადში მიემგზავრება მოლაპარაკებებისთვის. შედეგად ვაშინგტონის დროით სამშაბათს 14:00-სა და 15:00-საც კი უენსი ჯერ კიდევ არ იყო გაფრენილი შეერთებული შტატებიდან. ტრამპს სურს, რომ ომი ეხლა დასრულდეს და მისი პირობებით, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებოდა. ირანი კვლავ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. და მხარეებს ჯერაც ვერ მოუხერხებიათ შეხვედრის დანიშვნაც კი, მით უმეტეს რომ რამეზე შეთანხმებულიყვნენ. ამიტომ ომი შეიძლება მასშტაბური გაფართოების ზღვარზე აღმოჩნდეს. და აი გამოცემა აქსიოსი თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებს ციტირებს. ციტატა: დონალდ ტრამპს ეს ყველაფერი მობეზრდა. მას უნდა რომ ეს დასრულდეს. მას არ მოსწონს რომ ირანი აკონტროლებს სრუტეს და იკავებს ახლო აღმოსავლეთს. მას არ მოსწონს რომ ისინი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. მას აღარ უნდა ომი, მაგრამ ის იბრძოლებს თუ საჭიროდ ჩათვლის. და აი მოხერხებულმა დონალდ ტრამპმა თითქოს შემთხვევით საკუთარი ვადა გაახანგრძლივა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თქვენ და მე, მათ შორის ძალიან ბევრმა, ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გაახანგრძლივა ტრამპმა საკუთარი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა გაგრძელება არ უნდაო. გახსენებთ, ოფიციალურად ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა დაწესდა 7 აპრილს.
გეგმის მიხედვით ზავი სწორედ დღეს 21 აპრილს გვიან საღამოს უნდა დასრულებულიყო. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მოკლე ვადაში სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევა რთული იქნებოდა, დონალდ ტრამპიც დათანხმდებოდა ვადის გახანგრძლივებას, თუ პროგრესის ნიშნები გამოჩნდებოდა. და წინა დღეს დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად თავისივე დედლაინს კიდევ ერთი დღე დაუმატა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული 2 კვირა სამშაბათს იწურებოდა, ორშაბათს დონალდ ტრამპი გამოვიდა და თითქოს არაფერი მომხდარა. განაცხადა, რომ ეხლა საბოლოოა და 4 შაბათის საღამო. მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ არ სურდა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, საბოლოოდ მაინც გაახანგრძლივა. იცით, აქ მინდა შეგახსენოთ და პირდაპირ აუნიშნო, რომ მაგალითად პარასკევის მდგომარეობით ტრამპის ოპტიმისტური განცხადება მშვიდობის სწრაფად დადგომის შესახებ, როცა მან თქვა, რომ შეთანხმება 1-2 დღეში იქნება მიღწეული, საკმაოდ სარწმუნოდ ჟღერდა. რატომ? იმიტომ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ იმ მომენტში ეხლახან გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილი იყო. სოფლიო ბაზრები ზეიმობდნენ, ნავთობის ფასები დაეცა, მაგრამ სულ რაღაც 24 საათში სიტუაცია თითქოს ისევ კონტროლიდან გამოვიდა და ომის ზღვარზე აღმოჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც არაქჩიმ შაბათს გამოაცხადა, რომ სრუტე გახსნილია, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა ცეცხლი გაუხსნა ტანკერებს, რომლებიც ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას. ტრამპის მხრიდან საკუთარი ამერიკული ბლოკადის მოხსნის სურვილის არქონაზე მიუთითა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს შეაფასეს როგორც მტკიცებულება განხეთქილებისა. პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაგერ ღალიბაბსა და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდალ გენერალ აჰმად ვახიდის შორის. აღმოჩნდა, რომ აშშ-ის დელეგაცია ფიქრობდა თითქოს ღალიბაფი და არაქჩი მართლაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მათთან შეიძლებოდა მოლაპარაკებების წარმოება. მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არც ღალიბაფი და არც არაქჩი არაფერს წყვეტდნენ. ისინი უბრალოდ ფიგურები იყვნენ, ხოლო ყველაფერს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელობა წყვეტდა, რომლებიც საერთოდაც წინააღმდეგი იყვნენ აშშ-თან მშვიდობიანი შეთანხმების და მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ. ამერიკელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ეხლა თეირანში მართლაც არსებობს განხეთქილება ამ ფრაქციებს შორის და საერთოდ უცნობია ვინ გაიმარჯვებს. უბრალოდ რომ ვთქვათ, თვითონ თეირანშიც კი არ იციან, ვინ არის ქვეყნის მთავარი. პოლიტიკოსები და დეპუტატები არიან დიპლომატები თუ მაინც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მებრძოლები. გავიდა კიდევ 24 საათი და კვირას აშშ-კომ გაამწვავა სიტუაცია, როდესაც ომანის სრუტის ფარგლებს გარეთ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა და დაიკავა. მაგრამ სინამდვილეში დონალდ ტრამპის მუდმივმა კომენტარებმა კიდევ უფრო გაამწვავა დაბნეულობა, რადგან ის მერყეობს მუქარებსა და ოპტიმიზმს შორის. და მოდით ვიყოთ გუნდსფელები, არა გუნდსფელობითაც. იმ დროს, როცა მისმა მოლაპარაკებებმა ირანის ურანის მარაგების სანაცვლოდ 20 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების გამბლოკვა და ურანის გამდიდრებაზე დროებითი მორატორიუმის განხილვა შესთავაზეს, ტრამპმა აბსოლუტურად მცდარად საჯაროდ განაცხადა, რომ ირანი უკვე დათანხმდა ურანის მარაგებსა და ურანის გამდიდრებაზე უარის თქმას. და თითქოს ამისთვის საერთოდ არ იყო საჭირო თანხების გამბლოკვა. გახსენებთ, სწორედ ამას აცხადებდა ტრამპი. როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ტრამპმა კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, თუ ვინ მისი გუნდის წევრებიდან გაემგზავრებოდა პაკისტანში მოლაპარაკებებისთვის და როდის. თავდაპირველად JD Vance არ მიდიოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ მხოლოდ ვიტკოვი და კუშნერი გაფრინდებოდნენ. შემდეგ JD Vance უკვე მიდიოდა პაკისტანში. შემდეგ ტრამპის თქმით, JD Vance უკვე ჰაერში იყო და მისი თვითმფრინავი მალე უნდა დაჯდომოდა პაკისტანში. შემდეგ გაირკვა, რომ JD Vance საერთოდ არ ასულა ამ თვითმფრინავში. და ამ მომენტისთვის ჯერ არავინ არსად გაფრენილა. ამასობაში ირანის მხარე აცხადებდა, რომ ტრამპი სულ ტყუილს ამბობს. და აი მხოლოდ 2 დღე გადის და ტრამპი, რომელსაც პარასკევს უკვე ჯიბეში ჰქონდა შეთანხმება, ისევ იმუქრება ირანს, რომ დაუნგრევს ხიდებსა და ელექტროსადგურებს. და თეირანმა იეჭვა, რომ ეს იყო მისი ნამდვილი განზრახვა, ხოლო დიპლომატიური მოლაპარაკებები მხოლოდ მოჩვენებითი იყო მოულოდნელი თავდასხმისთვის. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზუშკიანმა განაცხადა შემდეგი ციტატა: ირანში არსებობს ღრმა ისტორიული უნდობლობა აშშ-ის მთავრობის ქმედებების მიმართ, ხოლო ამერიკელი ჩინოვნიკებისგან წამოსული დამანგრეველი და წინააღმდეგობრივი სიგნალები მწარე გზავნილ სატარებს. ისინი ირანის კაპიტულაციას ითხოვენ, მაგრამ ირანელები ძალას არ ემორჩილებიან. და პრობლემა იმაშია, რომ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ირანელები არასდროს დათანხმებულან სამუდამოდ უარი ეთქვათ გამდიდრებაზე
და არასდროს დათანხმებულან ამ ურანის აშშ-ისთვის ან სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. მაგრამ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ ირანი ყველაფერზე დათანხმდა. ეხლა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის, ანუ ტრამპი, დიდი ალბათობით გაათავისუფლებს ირანის აქტივებს, თუ ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევ. ტრამპი კი აგრძელებს მტკიცებას, რომ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. ამასობაში ტრამპი და მისი გუნდი ეხლა განიხილავენ, როგორი იქნება განახლებული სამხედრო კამპანია, მათ შორის ღირს თუ არა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხარკის კუნძულის დაპყრობის მცდელობა. ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბვების კამპანია, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, 6 კვირის განმავლობაში დასრულდება და მან იზრუნა იმაზე, რომ ამ ვადაში ჩაეტია. მაგრამ მისი ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თქმით, ეს შეიძლება მხოლოდ ომის პირველი ეტაპი ყოფილიყო და წინ კიდევ უფრო აქტიური ფაზა შეიძლება იყოს. იმიტომ რომ შეზღუდვების შეწყვეტის გახანგრძლივებული რეჟიმიც კი, რაც ტრამპმა გააკეთა, როგორც ჩანს სამშვიდობო შეთანხმებამდე 4 შაბათს საღამოსთვის ვერ მიიყვანს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწვევის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანზე გამოსახული QR კოდით. ამით დასრულდა ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.